მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და დაგითხრათ, რომ ორშაბათს გვექნება თქვენთვის ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი ამბავი. უბრალოდ დღეს გარკვეული დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ამიტომ მე წინაზეც თქვი, კარგად მოგეხსენებათ, რომ რაღაც ახალ ამბავს მოგაწვიდით და მალე გამცნობთ ძალიან სასიამოვნო, ძალიან კარგ ამბავს, რომელიც ძალიან გაგიხარდება თქვენ. ეხლა თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ პარასკევს დავანონსეთ, რომ რუსულენოვანი გადაცემები გავა და ეს მომავალი კვირიდან იქნება. ესეც მომზადების პროცესია, იმიტომ რომ ამ გადაცემებსაც თავის სპეციფიკა ახასიათებს და თქვენ უკვე ყოველ პარასკევს მომავალი კვირიდან გექნებათ საშუალება, რომ იხილოთ გადაცემა, რომელშიც ჩვენ უკვე ჩვენი ოსი, აფხაზი და ჩვენ საქართველოში მყოფი იმ ადამიანებისთვის ვისაუბრებთ, რომლებმაც არ იციან მშობლიური ენა. ასევე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ გვექნება საუბარი იმ თემებზე, რომლებიც უშუალოდ ჩვენს მიგრანტებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ქართული არ იციან და ესეთი ბევრი ყავს ჩვენ უცხოეთში გამილოფანტული, ეს არის DSS სივრცეს ქვეყნები, მე ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე ბელორუსში, ბევრი ადამიანი ვნახე რუსეთში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებისთვისაც არის ეს განკუთვნილი, ანუ აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეხლა ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთში განსაკუთრებით, ხედავ ხოლმე ქართველი კაცია და ქართული არ იცის და ეს მეორე, მესამე, მეოთხე თაობის წარმომადგენლები არიან და ეს რაღაცა ჩვენც უნდა გამოვასწოროთ, ამ სახელმწიფომაც უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. ამასთან ერთად ჩვენი გარკვეული სატკივარი უნდა მივიტანოთ, როგორც გითხარით, აფხაზებამდე, ოსებამდე, სხვათა შორის სააკაშვილი იყო თავიდან მომართული კითკენ პიკი რო შექმნა ტელევიზია, ეს აფხაზებმა და ოსებმა გაიგონო, მაგრამ მე 2008 წლის მერე ეს პიკიც დაიხურა და თქვენ იცით რა პროცესები წავიდა. და მე ვფიქრობ, რომ მარტო მე კი არ უნდა მუშაობდი ამ მიმართულებით. მე მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ აღადგინოს პირველ არხზე საინფორმაციო გამოშვება, რომელიც იყო ადრე და ეს მაუწყებლობდა რუსულ ენაზე, იმიტომ რომ ჩვენია ოსი და აფხაზი ძმები, რომლებიც უკვე ახალგაზრდა თაობაზე მაქვს საუბარი, მათ ქართული არ იციან. ეს ქართული იცის მხოლოდ და მხოლოდ იმ ძველმა თაობამ, ახალგაზრდებმა არ იციან. ამიტომ მათ უნდა გქონდეთ ობიექტური სურათი. ჩვენ ეხლა ვცდილობთ, რომ ეს გავაკეთოთ, მაგრამ ეხლა ეს ჩვენ გვაქვს მწირი საშუალება და ამიტომაც ცოტა არ იყოს, მინდა რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებამაც გადადგას ნაბიჯები. იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მეგობრებო და ამიტომაც მე ხა ლატიკავკაში ვიყავი ერთხელ და ესე იგი თქვენც პირდაპირ ეთერში მოხდა ეს ამბავი. მივდიოდი ქუჩაში, ესე რაღაცა ინტერვიუს ვაკეთებდი ერთ ადამიანთან და მოვიდა ორი ადამიანი. მე თავიდან ვიფიქრე, ალბათ რა ვიცი, ალბათ უშიშროება დაგყვება, რომ უსაფრთხოება დაიცვას ჩვენი მეთქი და მოვიდნენ, გამეცნენ, როგორც ძმები თედეევები იყვნენ ცხინვალიდან და ძალიან ისეთი სიყვარული ციტფოთი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ გიყურებთო, მანახეს კიდევაც რაღაცა ეგრეთ პრილოჟენია, ან რაღაცა გარკვეული რაღაცა არის იქ შექმნილი რუსეთში რაღაც არხები, სადაც ჩვენი არხიც იყო განთავსებული, ძალიან გამიხარდა, სხვათა შორის სახშიც მიმიპატიჟეს და მე ვთხარი, ხა დრო არ მაქვს მეთქი და მე იქნება ღვინო წაიღოთ და მე ვთხარი, როგორ გეკადრება დიდი სიყვარული ციტფოთი, ჩათვალეთ თქვენთან ვიქეიფე და ღვინოს ფიზიკურად ვერ წავიღებ მეთქი. მაშინ რაღაცა კიდევ რუსეთში ვიყავი წასასვლელი სხვა ქალაქში, მოსკოვში და ამიტომ მე ერთი რამე მინდა გითხრა, ძალიან ჩემი იმითი უკვე ჩემი ამ გადაცემით ძალიან ბევრ ადამიანს ვაგებინებ ინფორმაციას. კონფერენციებზე ვიყავი და მართლა სხვას რო ეთქვა არ დავიჯერებდი. მოვიდა ყაზახები,
მოვიდა რა ვიცი მე უზბეკები და მითხრეს რომ ისინიც ამ პოლიტიკაში არის ჩართული, აი ნახეთო თქვენი გადაცემებიო ძალიან პატივსცემთო ვიცითო ამ მიმართულებით რომ მუშაობთო და ძალიან გამიხარდა სიმართლე რო გითხრა რომ აი ეს ნახდათ არ ველოდია ესეთ რაღაცას და ამიტომაც ახლა ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან დავიწყებთ აუცილებლად, იმიტომ რომ კარგად მოგიხსენებათ, აი მართლა ბრძოლაში ვართ და იცი რა არის გულის ტკივილი მაქვს, იცი აი ადამიანების მიმართ რა. აი თქვენ კარგად იცით, ახლა მე არც წუწუნებ და არც რაღაცა არავის არაფერს არ ვთხოვ, ახლა უბრალოდ ვამბობ, რაც არის რეალობა, რომ ყველა ტელევიზია ფუნქციონირებს შემოწირულობებით და აგერ ნახეთ ჩართეთ ეხლა არ მინახა სახელების დასახელება ტელევიზიების იქ არის ანგარიშები გამოქვეყნებული და ყველა რიცხვს დააყრებს. და თქვი რომ აი ნუ ეხლა ჩვენ რაღაცა პრობლემები გვაქვს მეთქი და აიო ვიღაცებმა კომენტარები დაწერეს, ბევრი არა სხვათა შორის ვიცი რომ ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი მოდის კითხულობ ყველას და აი თუ გიჭირთო ისაო რა ქვიაო რაღაცა იურისტად დაიწყეთო მუშაობაო ასად ვიცით რა არის ხალხო აი არ ვიცი აი ზოგჯერ ესეთი უსულგულო ადამიანების ადიბადებია მე აქ ჩამოსული ვარ კონკრეტული მისიით კიდევ ერთხელ გიმეორებთ მართლა ხა სახელმწიფო პროგრამა ასპირანტურაში ვსწავლობ ხა როგორ ფიქრობთ თქვენ ხა მართლა აქ რახან ვსწავლობ ეს კი არ ნიშნავს რომ ხარი ხარალოზია ყველაფერი ლექციებს ვესწრები გამოცდები ყველაფერი ეს ჩვეულებრივი ასპირანტურაში ახლა მაგალითად აგ გრიშაუნიანი სწავლობს აგ 87 წლის კაცი არის და ეს ასპირანტურა სხვა არის ახლა იქ ასაკიანი ადამიანები სწავლობენ ჩვეულებრივად ანუ ამ პროცესში ვარ პლუს გადაცემები მიყავს პლუს აქ დაკავებული ვარ იმითი რომ ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე მუშაობ ეხა მე ვერ გავიგე 10 ხელი და 10 ფეხი კი არა მაქვს ხო ყველაფერი შევცვლო. მაშინ მე ხლა რაღაცა თუ ერთი ის ავიღე მიმართულება, მაშინ ამ ორს ვეღარ მიმართო. მე ფიზიკურად და რასაც მე ვაკეთებ, აკა ეგეც შეუძლებელია, იმიტომ რომ აი ამ გადაცემებს ეხლა 5-6 კაცი ემსახურება ყველა ტელევიზიაში და მე ერთი კაცი ვარ. და ესეთი რამ გაგაბოროტათ, ესეთი ვერ ხვდები. ვინმე გთხოვთ ან უყუროთ ამ გადაცემას, ან ვინმე გთხოვთ თქვენ გივარდებათ რომ ნიკოლოზ ჟავანაძეს დაეხმარეთო. კაცშვილი არავინ არ დამხმარებია არასდროს რაღაცა 1-2 გამონათების გარდა რა. სიმართლე რო გითხრათ რა. ხო და არც არავის არ უვარდები, არც არაფერს არ იმახშვები, კაცო და თუ ვინმეს რამე უნდა კიდე არც იმას არის პრობლემა, მაგრამ აი ესეთი გაბოროტებული საზოგადოება განსაკუთრებით მე აი უცხოეთშიც ხედავ ამ ყველაფერს აქ მაინც ნორმალურად არის ცხოვრება მე არ მინახია სიმართლე ვითხრა მაგრამ ბევრი არ არიან ესეთი ხალხი ცოტა არიან და მადლობა ღმერთს რაც შეეხება ახლა აი უშუალოდ ეს მინდოდა ორგანიზაციულ საკითხებს შევხებოდი რომ გითხარით ორშაბათისთვის უკვე ორშაბათიდან ახალი ერა იწყება ჩვენი გადაცემისთვის და ძალიან ბევრი რამე კარგი ხდება რომ იცოდეთ ახლა ყველაფერს ვერ გეტყვით ეტაპობრივად გეტყვით ყველაფერს და თქვენც გაგიხარდებათ იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი ხარ და ისიც ვიცი რომ აი ეს გადაცემა რომელიც ახლა მე მიდის უფრო მეტსელით შემგან იმიტომ რომ კარგად იცით რომ ეხლა როდესაც აი მაგალითად სიტყვაზე ფეხბურთი ავიყოთ, როცა გუნდი მაღალ დონის თამაშს აჩვენებს, ყველა შეჩვეულია ამ თამაშზე. როცა ისეთი არ არის, უკვე ცოტა არის, შეიძლება შედეგი არის, მაგრამ არ არის ისეთი სანახაობა. ეხლა ამას აქვს ბიზნესი გითხარით თქვენ, ეხლა და აღარ მინდა ამის განმეორება, ეს ეტაპობრივად გამოსწორდება, ამისთვის ვმუშაობ და ამისთვის ვწვალობ, რომ თქვენ მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის იქნება უფრო დამაინტრიგებელი, დამაინტერესებელი და მე მეგობრებო, ახლა 15 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და მე თუ არა სხვა ვინ იცის რა უნდა მაყურებელს. მე თუ არა ვინ იცის რა არის საინტერესო, რა არის ამ ჭიპი მაქვს მოჭრილი რასაც ქვია. უნდა იყოს გადაცემა ინფორმაციული, ექსკლუზიური, საინტერესო, სტუმრებით ახსავსე და ეს ყველაფერი ახლა როცა საბანი სადამდე ხდება იქამდე დაიფარე, როცა არ არის ამის საშუალება, ვერ აკეთებ ამას და
რომ ეხლა ნენენა რაღაცა დადებითი ძროებია იქნება ალბათ რაღაც გარკვეული კარგი რაღაცეები და ამიტომაც გეუბნებით რომ ეტაპობრივად ჩვენ ვატყობთ კიდევაც ავკრიფავთ იმ რაღაცა გარკვეულ აი სიმძლავრეებს რომელიც ქონდა ჩვენ და უამრავი ადამიანი გვიყურებს ვიცი და იმიტომ რომ ქართული ტელესივრცე არის ფაქტობრივად გამოშიგნული. რაც შეეხება ახლა აი პოლიტიკურ პროცესებს მინდა შევეხო და აღარ შევჩერდები ამ პრობლემებზე. ნუ დღის წესრიგში არის კვლავ ეს და სანქციების საკითხი, ნუ ლაპარაკობენ იმის შესახებ რომ აი რატო დასანქცირდა ეს ქვეყანა, არის პროტესტები, არის ბრიტანეთის ელჩის დაბარებაც მოხდა ჩვენ ვნახეთ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რომელმაც ეს მოაწყვეს და ეს გარკვეული აუდიენცია ნახეთ რომ შეშფოთებული არიან ვერავით არის ახსნა განმარტება ვერ მოგცაო ელჩმაო გამობზანდა ქალბატონი მაკაბოჭორიშვილი და ну პრინციპში ხა ესეც არის ხა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არადაირი სოლიდარობა არ გამომიცხადებია აი ამ ტელევიზიების მიმართ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტელეიმედი იყო ის ტელევიზია რომელმაც ჩვენს მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელა პრორუსული ტელევიზია უწოდა ტელეკომპანია სეზონს და არა მარტო ჩვენ არამედ სხვების მიმართაც და ეხლა მე ამ ტელევიზიის მიმართ ვერ ვიქნები სოლიდარული თუმცა ფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილება რომელიც მიღებული იქნა არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა ეხლა მოგწონს არ მოგწონს როდესაც ერთი ტელეკომპანიის საქმეებში ერევა დიდი ბრიტანეთი და ამას აკეთებს ვითომ იმით რომ რაღაცა სიცრუის და რაღაცა რუსეთთან მიმართებით თურმე რუსეთის პრორუსულობას აი რა დრო დაუდგა იმეც რომ ჩვენ გვეძახოდნენ პრორუსულებს და თვითონ ახლა ამ პრორუსულობის იარლიკით აგერ სანქცირებას აკეთებენ ამ ტელევიზიის ერთი რამე უნდა გითხრათ ცხოვრება საერთოდ ასე არის მეწყობილი მეგობრებო არა მარტო სახელმწიფოებრივად არამედ ადამიანური გარკვეული საზომებითაც ვინც კი მე მებზოდა და ვინც კი ჩემს წინააღმდეგ გაელაშქრა ყველამ ცუდად დაამთავრა და კიდე ბევრი დაამთავრებს დაიმახსოვრეთ თქვენ იმიტომ რომ მე არავის მიმართ ცუდი არ გამიკეთებია მთელი ჩემი ცხოვრება ადამიანების წარმოჩინებას ვემსახურები ადამიანების ოღონდ რამე გააკეთონ იმაზე პირიქით დადებიც ვიძახი და თქვენ კარგად იცით როგორ შემომიტრიალდა ბევრი ეს სიკეთე და ყველა ბუმერანგი არის ცხოვრება და ყველა თავისას მიიღებს მე არავის ბოროტება არ გამიხარდება მაგრამ ღმერთი მაღალიდან იყურება და ეხა იმედიც რომელიც ჩვენ პრორუსულობას გვაბრალებდა და ამის გამო ჩვენ დაჟჯა ესე იგი განიზრახა და მიაღწია კიდევაც ამას დღეს თვითონ ამ პრორუსულობის იარლიკით იშება მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ არის სწორი და ერთი რამე არის ახლა აი ხელისუფლებამ ბოლო-ბოლო უნდა ჩამოყალიბდეს რა მიმართულებით მიდის. ეხლა ხანს იყო გარკვეული ესე იგი კენჭისხრა და გაეროშდა იქ ჩვენ კიდევ დაუჭირეთ რაღაცა სულელური რეზოლუციას მხარი. 4 წლის განმავლობაში საქართველოს უკრაინის მხარდამჭერ 1000-მდე დოკუმენტს შეუერთდა. ბოლო რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაში თავად უკრაინამ წარადგინა. მხარდამჭერ 107 ქვეყანას შორის არის საქართველო, თუმცა კენჭისყრისგან თავი 51-მა ქვეყანამ შეიკავა. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი და სომხეთი. ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს გაეროს ქარტიის მიერ გარანტირებული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები და მათი მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოს ტრადიციულად მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულებას. საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ამასთან ხაზი მინდა გაუსვა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა.
მიუხედავად წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან მხარდაჭერისა უკრაინის ხელისუფლება უმადურ პოლიტიკას განაგრძობს. ზელენსკის მთავრობა საქართველოს ინტერესებს აზიანებს. მადლიერების ნაცვლად ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იცლის და საქართველოდან ელჩს იწვევს. სანქციებს უწესებს თანამდებობის პირებს. მისი კაბინეტის წევრები კი საქართველოში მეორე ფრონტის მოწოდებებს აკეთებენ. ეს მოკლედ ჩამონათვალია იმ ქმედებებისა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა. არის სხვა ქვეყნები, მე არ დავასახელებ შეგნებულად ჩვენ ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომლებიც ასევე თავი შეიკავეს მხარდაჭერისგან, თუმცა ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ ქვეყნებად და ანტირუსულ ქვეყნებად. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო, ჩვენ 1000-მდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის რეზოლუციებს, განცხადებს და ამ შემდეგ შევუერთდით მთელი ამ 4 წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის აგრესიას. ასეთ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები, რა თქმა უნდა, თავის თავზე მეტყველებს. არ ზელენსკი, არ ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას. ეს არიან უმადური ხალხი, სად იყო ბრიტანეთი და ეს ზელენსკი ნო სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ასე უმადური ადამიანია ზოგადად მე ხარ რომ პირველი ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა რომ მადლიერება გამოიჩინეთ ცოტაო და ზელენსკი არიჩენს მადლიერებას ამერიკის მიმართ არიჩენს საქართველოს მიმართ არიჩენს. პაპუაშვილი გამოვიდა ამის თაობაზე და თქვა რომ აიო ჩვენო კლავაცო გავაკეთეთ ესო, მაგრამ უმადურობას ავლენსო უკრაინის ხელისუფლებაო, ჩვენ მათ ეხმარები და ისინი ამას სხვაგვარად მერე შემდგომში ყველაფერს ფუთავენ და მოქმედებენ და ესე იგი მერე გამოვიდა უკრაინის რადას თავმჯდომარე და ესეთი განცხადება გააკეთა, კვლავაც თავს ლაფი დაგვასხა. გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოს და უმადურობის შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. მინდა შევახსენო დიდი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის სიტყვები. არ არსებობს არც ადამიანის თავისუფლების ფორმულა და არც წამალი ადამიანური იდიოტიზმისგან. პოლიტიკური ეფექტურობა არ არის მთავარი, მთავარია თავისუფლება. და ბოლოს, უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც რუსული სამყაროს ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები. ქართულად დაწერილ წერილში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ვერ მალავს გაოცებას, თუ რატომ ადანაშაულებს ქართული ოცნება უმადურობაში, როცა ოცნების მხრიდან საერთაშორისო რეზოლუციების მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არ აგმირობა ან ქველმოქმედება, არამედ ელემენტარული წესიერება. ამბობენ, ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის, ქარქაში ვერ ჩააგებო. უკრაინელები მადლიერიერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც გვეხმარება საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანის უფლებისთვის ბრძოლაში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ. ამ ფონზე გაეროს რეზოლუციისთვის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს. სტეფანჩუკის პასუხს პაპუაშვილის პასუხის მოხვა. პროფესორ რუსლან, მართალია, სიტყვას აწონვა და ისე თქმა უნდა. აწონვა უნდა და პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა. აწონვა უნდა და პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებასაც, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წევრები არასასრულ პირებად გამოაცხადა მაშინ, როცა სწორედ ამ ხელისუფლებამ 10,000-ობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მათ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა. ამიტომ დიახ, უკრაინის ხელისუფლებას ყოველჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართული ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა. აი ვირო მადლიო ამაზეა ნათქვამი. ესე იგი მართლაც აი ეხლა რაშიც მართალია ხელისუფლება იმაზე როგორ თქვა არ არის მეთქი. ეხლა ომი იყო უბედურება და იმ საქართველოს ერთს არ დაუტოვებია. ყველაზე პირველები ჩვენ მივიღეთ ეს უკრაინი ერთ-ერთი პირველები ვიყავით, რომლებმაც ყველაზე დახმარება გაუწიეთ უკრაინის ფოსტის მონაცემებით საქართველოს ყველაზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას. უკრაინელი დევნილები მივიღეთ, ბავშვებისთვის სკოლები გავხსენით, ბაღები გავხსენით აქ და რა მივიღეთ საპასუხოდ. გამობრძანდა ეს არესტოვიჩი, არახამია და კიდე არაერთი გონჩარენკოები და მონჩარენკოები და თქვენს რომ აი ჩამოვაგდეთ ხელისუფლება მიტინგებზე თქვენ გახსოვთ ნაცების მიტინგებზე როგორი ჩართვებს აკეთებდა ეს ზელენსკი და ეხლა და როგორი თხოვდნენ ასევე იმას რომ
რომ საქართველოს ჩაბმულიყო აი ამ დაპირისპირებაში რუსეთთან სანქციებს შეერთებოდა და ესენი გამოდიან და გვეუბნებიან ჩვენ როდის იყო თქვენს მიმართ ცუდად ვიქცეოდითო რა ვიცი გამობძანდა ერთი ვაჟბატონი ის ელჩის თანაშემწე და გენერატორები და ტყვია წამალი და იარაღი მოგვაწოდა თუ ვითომ ჩვენ აქ იარაღის საწარმოებელი რაღაცა ობიექტები გაგვაჩნდა ეს არის უმადური ხალხი და ეხლა მე ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო აი გავა კიდე რაღაცა პერიოდი კიდე იქნება გაეროში რაღაცა რეზოლუციის მიღების ეტაპი და კიდე დაუჭერთ თქვენ ხალხს უკრაინას აი ვერ გავიგე მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო თქვენ და ლოცულებო თუ იძახით რომ უმადურები არიან თუ იძახით რომ არაფრის დამნახვეები არ არიან ელემენტარულად ის რომ იყო რაღაცა ევროვიზიის ტურნირი თუ რაღაცა და ფიგურული ციგურაობის ტურნირი აი ქართველებს ხელი არ ჩამოართვეს და ქულ არ დაგვიწერეს ყოველთვის ესენი ავლენენ საკუთარ ზიზღ ჩვენი ქვეყნის მიმართ მაინტერესებს ერთი რავალი გვაქვს ამათი ერთი ვერ ხვდები რა გაგვიკეთეს ამათმა პირიქით ესე იგი მაგათი მიერ ბალტიის ჯარების გამოგზავნის შედეგად აქ ხელისუფლება ჩამოაგდეს 91-ში, როდესაც შევარდნაძეს მიეხმარა მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტი კრავჩუკი, როდესაც გამოაგზავნა ეს ხომალდები შეერაღებით. და არ ვიცი ყოველთვის ესენი სააკაშვილი შეიფარეს და ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდნენ ერთი რა ხო და ეხლა თუ კი აფხაზეთის ომში ეგენი ჩვენ მხარეს იბრძოდნენ იმ აფხაზების მხარესაც იბრძოდნენ უკრაინელები ერთი რა თუ სიმართლე გინდა და ნუ გადაგვაყოლეს ამ ყველაფერს ამიტომ მე ხელისუფლებას მინდა მივმართო რა რომ ბოლო უნდა ჩამოყალიბდეთ ჩვენ რა იქ იმ რეზოლუციას რომელშიც ბოლო რეზოლუცია იყო იქ სომხეთმა თავი შეიკავა აზერბაიჯანმა მხარი არ დაუჭირა და ბევრმა ქვეყანამ კიდე და ჩვენ რატო ვიგიჟებთ თავს მე ვერ ხვდები რატო ვიგიჟებთ ამ დაუნახავი ხალხისთვის ვერ ხვდები რა მე ძალიან გული მტკივა უკრაინა მიყვარს და უკრაინელი ერის მიმართ მაგ დიდი სიყვარული მაგრამ ეხლა ქვეყანა შენს წინააღმდეგ მოქმედებდეს ეხლა მე ვერ ხვდები ეხლა ის უკრაინელებიც მიხვდებიან ყველაფერს კაცო შენ წინააღმდეგ ეხლა რა ვქნათ ეხლა მტერი რომ მოდის აუდგეთ და უნდა იმას ვთქვათ მივცეთ კარტბლანში მაგათ უნდათ ხელისუფლების ჩამოგდება არაერთხელ აქ და ეხლაც ეს უნამუსო რადას თავმჯდომარე გამოდის და აგერ განცხადებებს აკეთებს რომ ჩვენო როდის იყო რომ არ დაგვინახიაო და ესე იგი აქით გვეპაექრება აქ რა ეს არარაობა ესა და ამის მერე ჩვენ აქ უნდა გუნდრუგი უკმიოთ ამიტომ მე ვფიქრობ ამ რეზოლუციებსაც არ უნდა დაუჭიროთ ხარი არც დახმარება უნდა მივცეთ დევნილებს უკრაინელ დევნილებს ვაძლევთ 300 თუ 400 ლარს და ჩვენ რამდენი ადამიანი ვყავს რომელიც არის დარჩენილი გარკვეული შემწეობების გარეშე მარტო დევნილები ხო არა ყავს რომლებიც დახმარებას საჭიროებენ არის უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი ეხლა აი როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ ეხლა ავღანეთსა და პაკისტანს შორის დაიძაბა ურთიერთობა თქვენც ხედავთ როგორი დაპირისპირება ამ ორ ქვეყანას შორის ცეცხლის ალში არის მთლიანად რეგიონი ასევე ძალიან მძიმე ვითარება ისევ ამ უკრაინა რუსეთს შორის ჩვენ ხედავთ რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცა თითქოს აი რაღაცა მინერალად რეჟიმშია ეს ომი მაინც დაპირისპირება საკმაოდ სერიოზული არის ნუ ეხლა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის უკვე ეს დაკონსერვდა ეს ყველაფერი და ანუ ის გაიყინა ყველაფერი მაგრამ ჩვენ მაინც გარკვეული საფრთხეების ქვეშ ვიმყოფებით განსაკუთრებით აი ირანთან დაპირისპირება რომელიც აქვს ამერიკას კაცმა არის ის იქ როგორ განვითარდება ტრამპი არის სრულად ამოუცნობი პიროვნება არაორდინალური პიროვნება ეს კაცი შეიძლება ხვალ შეიძლება ჩვენ დავიძინოთ და ზეგ ისეთი რამე მოხდეს საერთოდ ვერ წარმოვიდგენთ ახლა ვინმე წარმოიდგენთ და ნორმალური ადამიანი რომ ვენესუელაში და პრეზიდენტს მოიპარავდნენ ხო ხო წარმოუდგენელი იყო რა რომ ახლა ასეთი ოპერაცია მსოფლიოში არავის არ ახსოვს რომ პრეზიდენტი ესე მოეპარა ჩამოგდება გადატრიალება კი ბატონო მაგრამ ესეთი ოპერაცია რომელიც განაყურზელა ამერიკამ არ ვიცი და ეს ვენესუელა აგზელებს ჩვეულებრივად ცხოვრებას ვითომ ეს არც მომხდარ იყოს ეს ხალხი ეს პრეზიდენტი და მისი მეუღლე დატყვევებულია იქ არის ცუდია თუ კარგია ფაქტია პრეზიდენტი მოიპარეს ხალხო და რა გაგიკვირდებათ ეხლა ამათმა კიდე რაღაცა ისეთი სასწაული არ გააკეთო რომ
მე ყველაზე დაგვიდგეს ჩვენ და ამისათვის ჩვენ მე ერთხელაც თქვი რომ და მე ერთხელ მილიონჯერ თქვი რამდენჯერ თქვი აღარც ვიცი უკვე და ვიმეორებ ამ ყველაფერს საჭიროა საქართველოს შეუერთდეს ბელორუსიულ-რუსულ კავშირს სხვათა შორის ეხლა იყო შეხვედრა მოსკოვში ჩამოსული იყო აქ ლუკაშენკო და ძალიან ესეთი საინტერესო განცხადება ჰქონდა მას მინდა რომ მოგასმენინოთ ეს მისი განცხადება რომელიც მან გააკეთა პუტინთან შეხვედრისას. Уважаемый Владимир Владимирович, уважаемые члены Высшего Государственного Совета, уважаемые участники нашего сегодняшнего мероприятия, традиционно я хочу поблагодарить, Владимир Ильич, вас, правительство, руководителей парламента, наших министров Российской Федерации за гостеприимный прием и за то внимание, которое вы уделяете этому мероприятию. В текущей международной ситуации на фоне напряженной обстановки, прежде всего на западных рубежах, нам жизненно необходимо развивать отношения союзничества и стратегического партнерства между Беларусью и Россией. Геополитический расклад объективно ставит перед нами задачу быть готовыми совместно реагировать на любые вызовы. Начата практическая реализация договора о гарантиях безопасности в рамках союзного государства. В декабре заступил на боевое дежурство в Беларуси, как мы с вами и договаривались, ракетный комплекс «Орешник». Мы слаженно работаем во внешней политике. Подписание сегодня директивы о взаимной поддержке и сотрудничестве в области международного правосудия станет важным шагом по защите общих интересов, незыблемости международного права и его институтов. Но в фокусе внимания, как всегда, прежде всего, экономика. Глобальную торговую систему, к сожалению, сегодня блокируют. Гнут, ломают под себя путем введения заградительных пошлин, технологических, энергетических блокад, валютного давления, пиратства на логистических маршрутах. Одним странам не разрешают нефть экспортировать, другим импортировать. Стараются не разрешить. Если лидеров многополярного мира Китая и России еще хоть как-то опасаются, то на их союзников оказывается небывалое давление. Только в последние недели возьмите, к примеру, Венесуэла, Куба, Иран, наши общие партнеры, стали объектами грубейшего вмешательства, в первую очередь, через экономику. Поэтому технологический суверенитет, ставка на собственные ресурсы и компетенции, приоритет союзного продукта и защита общего рынка союзного государства – это те же самые рубежи безопасности, не менее важные, чем военные и внешнеполитические. Уважаемые товарищи, 2 апреля мы отметим 30-летие договора об образовании сообщества Беларуси и России, который заложил фундамент развития нашего союзного строительства. За эти годы мы прошли огромный путь. Взаимный доступ к рынкам позволил нарастить объем товарооборота за прошедшие годы в 8 раз. С $6,5 миллиардов в 1996 до почти 55 миллиардов по прошлому году. В двусторонней торговле уменьшилась энергетическая составляющая, выросли взаимные поставки продовольствия и потребительских товаров. Опережающими темпами развивается торговля услугами, транспортными, строительными, информационными. Встречные инвестиции дают нашим экономикам импульсы для взаимосвязанного роста, а главное, создают новые рабочие места. Более 60% привлеченных Беларусью средств приходится на российских инвесторов. Наша страна также существенно нарастила вложения в российскую экономику. Сегодня правительство доложит о работе по выполнению основных направлений реализации положений договора о создании союзного государства на 24-26 годы. На данный момент выполнено только 40% отраслевых мероприятий, 125 из 310.
С отставанием от графика идет процесс по относительно небольшому числу поручений, 14, всего 4,5%. Параллельно надо обеспечить подготовку содержательных основных направлений на следующий трехлетний период. Ну и самое главное, обязательно их выполнить. Они должны быть ориентированы прежде всего на обеспечение технологического суверенитета союзного государства и технического паритета с другими странами. Тем более мы это можем сделать, как успешно делаем, правда, по отдельным направлениям в отдельных отраслях. Правительством постоянному комитету необходимо качественно, всесторонне их проработать, чтобы затем двигаться вперед со скоростью, которая требует от нас уже ситуация. В союзном строительстве мы идем от жизни, приступая к более высокому уровню интеграции, созданию межгосударственных структур там, где это назрело. Сейчас у нас работают Межгосцентр таможенного комитета, налоговый комитет, союзный гидромет. Сегодня учреждаем комитет по стандартизации и качеству союзного государства, который должен обеспечить контроль за качеством продукции на нашем общем рынке и содействовать устранению технических препятствий во взаимной торговле. В этом году юридическое оформление наконец получил статус товар союзного государства. Важно, чтобы за красивым официальным знаком последовали реальная поддержка и защита интересов белорусских и российских производителей общего нашего продукта. Расширению возможностей для граждан союзного государства послужат запускаемые уже через несколько месяцев приграничные железнодорожные перевозки по маршрутам Витебск-Смоленск, Орша-Смоленск. Я часто отмечаю, и при этом в адрес Михаила Владимировича Мишустина говорил, он часто говорит сегодня о том, что мы усилим, ускорим наше сотрудничество в плане перевозок. Как только вы ввели дополнительные ласточки, мы их так называем, у нас огромное количество, миллионы белорусов поехали в Москву. И сегодня уже их недостаточно. Владимир Ильич должен заметить, мне вчера доложили как раз, наши беглые уже озаботились тем, что белорусы в Европу вообще не едут. Все едут на восток, меньше, конечно, в Китай, больше в Москву, в Российскую Федерацию. Вот что значит идти от земли. Мы делаем то, что нужно нашим людям. И вот сегодня мы запланировали рассмотреть вопросы железнодорожного и прочего сообщения между соседними регионами. Это то, что надо. И вот тогда не надо никого уговаривать, быть в союзе или не быть в союзе. Надо делать вот эти шаги для людей. И я уверен, что все вы по-настоящему осознаете ценность белорусско-российских отношений, беспрецедентную глубину нашей интеграции. Рассматриваемое сегодня решение позволит нам еще раз подтвердить востребованность формата союзного государства. И я хочу прежде всего поблагодарить, Владимир Ильич, ваших министров, членов правительства Российской Федерации, которые больше внимания стали уделять при нынешнем правительстве. Михаил Владимирович, спасибо вам. Я уже не говорю о наших парламентариях. Это вообще моторы наших отношений. И вот наши мероприятия в рамках регионов, это очень важно. Сегодня уже китайцы нам предложили по принципу, как вы работаете с Россией, давайте будем работать регион с регионами. Сегодня Иран, не сегодня, а где-то полгода тому назад, также хотят такого сотрудничества. На земле виднее, что нужно людям. Поэтому то, что когда-то подтолкнули мы этот процесс, и парламентарии этим занимаются, особенно сенаторы, я им за это благодарен. И я очень надеюсь, что российское правительство будет предано нашему союзному строительству, и мы будем выполнять все поручения и наши договоренности, и наши решения, которые мы принимаем на совместных наших мероприятиях. ძალიან ისეთი სწორი აქცენტებია. იქ ლუკაშენკომ ილაპარაკა არეშკინე ბირთვულ შეერაღებაზე, არეშნიკებზე,
რომელიც განთავსებულია ბელორუსიაში და რომელმაც უზრუნველყო ბელორუსიის დაცვა. თქვენ კარგად იცით პოლონეთმა როგორ დაიწყო მზადება ბელორუსის საზღვართან და შერაღებაც იქნა განთავსებული. ეს ყველაფერი იქნა შენიშნული და მიღებული იქნა ზომები, სწორედ ამიტომაც იქნა შეყვანილი შემდგომ ეს არეშნიკები დაყენებული და ამის მერე იქ პოლონეთს წაუხდა უკვე გარკვეული სურვილი რაღაც პროცესები გაემწვავებინა და ამიტომ ვიძახი რომ დღეს თუ ბელორუსი არის დაცული, ეს არის რუსეთის დამსახურება. ჩვენ მოსალოდნელი საფრთხეები გველის ძალიან დიდი. ეხა ირანზე დარტყმა მოხდება თუ არ მოხდება, საქართველო არის ძალიან დიდი საფრთხეების ქვეშ ყველა მეზობლის მხრიდან. ყველა მეზობლის მხრიდან. აგერ აზერბაიჯანმა წაგვართვა გარეჯი და ბოდიში და დედიზესავით შეირგო და არც აპირებს დაბრუნებას. აგერ თურქეთი, რომელიც ამბობს, რომ თქვენო უნდა დაბრუნოთო ეს თურქი მესხებიო და არავითარი მესხები არ არიან, ესე თურქები არიან. ამას იმეორებს ეს კაცი მე რამდენად თქვენ როგორ ფიქრობთ ამაზე პასუხს არ მოგთხოვს ჩვენ რომ აბა რა ხდება ამ მიმართულებით. ანუ აზერბაიჯანი, თურქეთი, აქეთ კიდევ საფრთხე ირანიდან ეს ყველაფერი ქმნის იმ რეალობას რომ ჩვენ ძალიან დიდი თავსატეხი დაგვატყდება და როცა დაგვატყდება მე გვიანი იქნება. სანამ დაგვატყდება მანამდე უნდა მივიღოთ ზომები. ლუკაშენკოზე დიდი ბრძენი პოლიტიკოსი და დიდი პრეზიდენტი არ ვიცი თუ ყავს მოსაბჭოურ სივრცეს, იმიტომ რომ ამ კაცმა ყველაფერი სწორად განჭვრითა, როდესაც მოვიდა პრეზიდენტობისას და მას როგორ დაცინოდნენ თქვენ გახსოვთ კალხოზნიკი და რაღაცა ესე ეძახდნენ, რომ ესე იგი ვითომ ესენი იყვნენ დიდი პრეზიდენტები და მათი საქმე როგორ წავიდა დავინახეთ და ლუკაშენკოს და ბელორუსის როგორ წავიდა. კაცმა აი ამ დამოკიდებულებით რუსეთთან ქვეყანა შეუნარჩუნა საწარმოები, ფაბრიკები, ქარხნები, ქვეყანა გააძლიერა და გახადა დაცული. და დღესაც ეს კაცი აი ამ თავის სიტყვაში ეკონომიკურ ფაქტორებზე როგორ საუბრობს და ამიტომ ჩვენც უნდა მივიღოთ რაღაცა გარკვეულწილად რაღაცა ზომები ამ მიმართულებით. სხვათა შორის პუტინსაც ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა, მინდა რომ მოусმინოთ ამ გამოსვლას, რომელიც შედგა იმ შეხვედრის დროს. Уважаемый Александр Григорьевич, уважаемые коллеги, друзья, на нынешнем заседании Высшего Государственного Совета Союзного государства нам предстоит обсудить и утвердить действительно важные решения, нацеленные на дальнейшее всемирное развитие и укрепление сотрудничества России и Беларуси в политике, экономике, социальной и гуманитарной областях. Процесс углубления интеграции между двумя нашими государствами носит закономерный, естественный и, подчеркну это, особенно взаимовыгодный характер. В его основе лежат нерушимые узы братской дружбы, многовековые традиции добрососедства, взаимной поддержки, общие культурные, духовные, нравственные ценности российского и белорусского народов. Наше заседание проходит в юбилейный для союзного государства год. Действительно, вот сейчас Александр Григорьевич только что сказал, в апреле исполняется 30 лет со дня подписания договора об образовании сообщества двух наших стран. 2 апреля это произошло 1996 года, давшего старт совместной интеграционной работе. И за прошедшие десятилетия слаженными усилиями многого удалось добиться. Сформирована общая социально-экономическая, оборонная, миграционная, информационная, научно-образовательная и культурно-гуманитарное пространство. Гражданам России и Беларуси обеспечиваются равные права во всех сферах жизни. Гарантирована свобода выбора места жительства и трудоустройства. Предоставлена возможность участия в выборах на местном уровне. Равный, беспрепятственный доступ к государственным, социальным и медицинским услугам. Очередным шагом в интересах граждан станет принимаемое сегодня Высшим Госсоветом решение по вопросам организации защиты россиян и белорусов от преследования со стороны иностранных государств и судебных инстанций. На всей территории союзного государства созданы благоприятные условия для проведения единой макроэкономической политики.
Совместно реализуются крупные проекты в промышленности, транспорте, сельском хозяйстве, высоких и наукоемких технологиях. Успешно продвигаются программы импортозамещения, в том числе в таких важнейших секторах, как машина- и станкостроение, микроэлектроника и оптика. Как результат, из года в год растет встречная российско-белорусская торговля и инвестиции. Так, в 2025 году товарооборот еще увеличился, на этот раз почти на 3%. У нас статистика может немножко отличаться, но в целом цифра очень солидная – 52 миллиарда долларов. Россия лидирует по объему накопленных капиталовложений в белорусскую экономику свыше 4,5 миллиарда долларов. В Беларуси работают порядка 2500 российских компаний. У наших стран теперь есть даже собственный общий торговый знак, вот упоминалось только что об этом, товар союзного государства. Этот знак присваивается продукции, при производстве которой используется не менее половины материалов и комплектующих из России и Беларуси. Он дает право на доступ к участию в государственных заказах и другие дополнительные преференции. В рамках союзного государства последовательно унифицируются и улучшаются условия для ведения предпринимательской деятельности, упрощаются правила налогообложения, финансового и административного регулирования. Сегодня нам предстоит принять постановление Высшего Госсовета о создании Комитета по стандартизации и качеству союзного государства. Александр Григорьевич сейчас тоже только что об этом сказал. Эта новая структура будет содействовать и тому, чтобы люди наши получали качественные продукты, за этим будут более строго следить, но будет также содействовать развитию максимально свободной, прозрачной и эффективной конкурентной среды в экономическом пространстве двух стран. Расширяется транспортная, логистическая сеть, связывающая Россию и Белоруссию. Тоже только что было президентом Беларуси сказано об этом. Совершенствуется единая система пассажирских и грузовых перевозок, модернизируется автомобильная и железнодорожная инфраструктура. В этом русле идет и принимаемое Госсоветом решение о воссоздании прямого пригородного железнодорожного сообщения между соседними регионами России и Беларуси. И, конечно, неотъемлемой частью обширной повестки нашего союзного государства являются вопросы развития культурных, академических, спортивных и молодежных контактов. Упомяну, например, что в российских учебных заведениях обучаются более 16 тысяч белорусов, а в следующем году в вузы России только на бюджетной основе смогут поступить еще 1300 белорусских абитуриентов. По-настоящему престижными и авторитетными стали премии союзного государства в области литературы и искусства. На наше утверждение представлено постановление Высшего Госсовета о присуждении очередных таких наград талантливым деятелям культуры двух стран. Отмечу, что Россия и Белоруссия тесно по-союзнически взаимодействуют в сфере внешней политики и обороны. Наши подходы к актуальным вопросам международной повестки дня всегда близки или совпадают. Неизменно стремимся конструктивно участвовать в решении глобальных и региональных проблем. Работаем плечом к плечу в ОДКБ, СНГ, ШОС и на других многосторонних площадках, включая Организацию Объединенных Наций. Сообща противостоим санкционному давлению и выступаем за формирование по-настоящему справедливого многополярного мира. Надежную основу союзничества России и Беларуси создает вступивший в силу в 2025 году межгосударственный договор о гарантиях безопасности в рамках союзного государства. Данный комплексный документ направлен на защиту суверенитета, независимости, конституционного строя России и Беларуси, целостности и неприкосновенности нашей территории и внешних границ. Убежден, что вместе с белорусскими друзьями мы будем и далее делать все необходимое, чтобы военная безопасность союзного государства была обеспечена всеми имеющимися у наших стран силами и средствами. И в заключение хотел бы выразить уверенность, что наша сегодняшняя совместная работа послужит дальнейшему развитию российско-белорусского партнерства и союзничества, продвижению равноправной и взаимовыгодной интеграции и повышению благосостояния
граждан России и Беларуси. Для этого, собственно, мы и работаем. Спасибо большое. მე ამ ინფორმაციებს რო გაწვდით თქვენ განსჯისათვის ის იმისთვის კი არ კეთდება რომ ჩვენ ვიღაცამ შემდგომში დაგვაბრალოს ამ ჭკუათხელმა ხალხმა ის რომ რაღაცა ჩვენ ვიღაცის რაღაცა გარკვეულ პროპაგანდას ვეწევით და რო იცი არის პრორუსული და ესე იგი არ ვიცი ეს იმ დღეს ახლა იყო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა იყო პირველ არხზე და რატომ დააკვირდით აი რუსო არ ვიცი ახლა ეს ფაშისტები რო იყვნენ მაშინ აი გერმანიის დროს იმათ მიმართ არ იყენებდა ხალხი ასეთ ტერმინებს რომ გერმანელო ეძახდნენ ფაშისტებს და მე არ ვიცი ეს ხალხი ვინ არის საიდან მოვიდა რომ აი ამ ტერმინებს იყენებენ თან ხედავთ რომ რუსეთი როგორ ძლიერდება და აი ესეთ ფაშისტურ გამოვლენებებს ადგილი აქვს და ამაზე კაციშვილი ყურადღებას არავინ არ აქცევს. შენ გააჩერე ენაში არარაობა, შენ ხარ რუსი, შენ ხარ მოღალატე ხარ შენ. და ედა გააჩერე და ნუ ბურდღუნებმა თუ რამის კვალი და აცობა იქონდიე და ილაპარაკე აი აქ მიკროფონში თქვი რა არის ეს იდიოტი ხარ და კრეტინი მიკროფონში უნდა ხარ იდიოტი საიდან მოხდი საერთოდ ჩემი ადგილი არის სად იცი აი სადაც მოხვდები მაგასაც დაინახავ არარაობა შენ არარაობა რუსო მოღალატე აი ეს ხარ შენ შეხარ ქვეყნის მოღალატე შენისთანებმა გაყიდეს საქართველოს თავის დროს შეხარ ორჯონიკიძის შთამომავალი ბოლშევიკების შვილთაშვილი ხარ შენ ნიჩტოჟისტვა შენი კარგით შეარარაობა გაუციშეთ რა მიკროფონი ეხლა ხანს კადრები ვნახე გუდაურში რუსი ტურისტი რომელიც არის რუსეთის რაღაცა ამუნიცია აწვია რუსეთი აწერია რაშა ამ სპორტულებზე და ამით ციგურაობს давинахет мидис вიღაცა და გაიხადეო ესო და ну гацвио. Нам это неприятно, что ты носил русскую куртку, что ты знал. С завтрашнего дня можешь исправить, хорошо? Просто убивают очень много людей русские в нашей стране. И в царские времена, и советские. Слушай, ты сам не похож на русского. Ты откуда? Вот Осетию тоже оккупировала Россия, понимаешь? И мы смотрим на них как на врагов. Но никого не трогаем, ни тебя, ни других русских. Они могут здесь гулять, но не надо вот эту вот символику носить у нас, да? Нам в глаза тыкать эти, потому что очень много крови пролилось. И в царское время, и в советские, и в 90-е, и в 2008, и пару лет назад тоже убили русские солдаты. И ты русскую символику не носи здесь, хорошо? Это фашистская для нас. Что? Постарайся приобрести, и ты знаешь, что каждый раз, когда будем это видеть, будем говорить «fuck Russia». Вот это ты знаешь. Если тебе это приятно, тогда ходи с этим. Это кровавая страна. Слушай, я тебе уже сказал, ты мне ничего не говори, понял? А я тебе сказал, и ты это услышишь. Завтра я буду смотреть, может тебя еще встречу. И уже по-другому поговорю с тобой, понял? Вот посмотришь. Запомни это. А это вот как раз будет у меня это для своей безопасности. Зачем издеваться? Понял? Слушай, ты меня трогаешь своей символикой фашистской. Это российская символика, здесь не надо ее носить, понял? Вот мое мнение ты должен услышать, понял? მე მაინტერესებს ვინ დაგკითხო ამ ხალხს. ერთი თურქებს რო ჩამოდიან და აზერბაიჯანელები და კიდე სხვა ეთნოსის ადამიანები და მათ რო ესეთი ფორმები აწვიათ, იმაზე რატო არა გაქვთ რაღაცა ეს ალერგი? ოკუპაციაზე რო ლაპარაკობთ თქვენ ხოდა აი მე რას ვფიქრობ იცი აი თქვენ ხართ ის ხალხი აი ეს ადამიანები რომლებიც საქართველოს ძირს უთხრით ერთი კიდე კადრი გავრცელდა კიდე გუდაურიდან როგორ ხელი კრა და გადააგდო ერთ-ერთმა ადამიანმა ასევე აი რუსულ ფორმაში გამოწყობილი ტურისტი რომელსაც ასევე რუსეთი ეწერა არ ვიცი ახლა ტიტულები ხო არ ირბენს ეს ხალხი რაღაცა ხო უნდა ჩაიცვან და ახლა რაც აქვს იმას იცვამენ ახლა ხო და ამიტომ რაღაცა ზომები უნდა მივიღოთ რა. აი ეს ფაშიზმი და რუსოფობია უნდა დასრულდეს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენც აი პრობლემები შეგვიქმნეს და ჩვენი ტელევიზია არ არსებობს, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ამ ყველაფერს დასასრული თუ ჩვენ გვინდა, უნდა მივიღოთ ზომები. არ შეიძლება აი შევარდნაძის პოლიტიკა გაგრძელდეს ქვეყანაში, რომ იქითაც ვიყოთ, აქითაც ვიყოთ, თან უკრაინელებს დაუჭიროთ ხარი რეზოლუციების დროს, თან ესე იგი გავაკრიტიკოთ, თან ამერიკელებთან ვიყოთ, თან ამერიკელები კარგით რა ხალხო რა, კარგით რა.
ბოლო რა უბედურებაა ესა. ეს ვითომ ლავირების პოლიტიკას რო ეძახით, ეს არ არის დამღუპელია ჩვენი ქვეყნის. ჩვენმა ნაირმა პატარა ქვეყანამ უნდა ერჩიოს ერთი გზა. და იმ გზას მიყვეს, თორე ამ ლავირების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ დავკარგეთ ჩვენ ტერიტორიები. ამით მე მინდა დაგემშვიდობოთ და როგორც გითხარით ორშაბათიდან ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ და კარგ ამბებს რაც სავარია. კარგად იყავით.